ლექცია მაქვს 6 დეკემბერს. დავახასიათებ მთლიანად შავი მთვარის ენერგიებს, სექსუალური ენერგიის კუთხით, შინაგანი დაფარული, საიდუმლო ენერგიის კუთხით. მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროლოგიური პირადი რუკიდან კარმულ ასპექტებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანში ყველაზე დაფარული ღრმა ენერგეტიკული ველი. კარმულ ასტროლოგიაში და ასტროფსიქოლოგიაშიც ლილიტის ენერგეტიკული ველი ეს არის ყველაზე ძლიერი სექსუალური ვიბრაცია, ყველაზე ძლიერი იდუმალი ენერგეტიკული ველი, არა მარტო სექსუალურობა ეს არის ადამიანის ხაშვის სექსუალურობასაც ლილიტი განსაზღვრავს ადამიანის დამალული, დაფარული, შინაგანი ღრმა ტრამვები, სურვილები, ტაბუები, ეს ყველაფერი რაც არის რაღაც იდუმალებასთან დაკავშირებული, ეს ყოველთვის ძალიან ღრმა ქოცნობიერში შავი მთვარის, ანუ ლილიტის ენერგეტიკასთან არის ხოლმე ყველაზე მეტად კავშირში. ეს არის უხილავი დაფარული ენერგოველი ადამიანის. ახლა ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში შავ მთვარეს, როგორც მაგალითად კრიზისების მომტანს, ან ღრმა ტრამვებს, შიშებს, ეს ყველაფერი ლილიტის ენერგია არის, მაგრამ მასში არის სექსუალური ენერგეტიკაც უდიდესი თან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ენერგოველის გაცნობიერება, თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობებში, რომ ზედასურათში რომ შევხედოთ ლილიტური ენერგია, ხოლმე და აქ აუცილებლად ელენაც არის ჩართული. ლექცია მაქვს 6 დეკემბერს ამ თემაზე. დავახასიათებ მთლიანად ამ შავი მთვარის ენერგიებს, სექსუალური ენერგიის კუთხით, შინაგანი დაფარული, საიდუმლო ენერგიის კუთხით, შინაგანი უხილავი ენერგეტიკა ყოველთვის მოდის ლილიტური ენერგიებისგან. ახსნე ამ სისტემაში როგორ მუშაობს საერთოდ ეს ლილიტი, როგორ ხდება, როდესაც თუნდაც ლილიტების შეუთავსებლობა არის ერთმანეთში, შეუთავსებლობა რა ერთი არის ძალიან ღრმა, ძალიან დრამატული ენერგეტიკული ველი, დაფარული, მეორე არის ჰაერი, ზედაპირული ქარიშხლური, ხო და ეს უკვე მოდის ხოლმე მერე შინაგანი სერიოზული დაჯახება ენერგეტიკული ველის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კუთხითაც შევხედოთ ამ შავი მთვარის ენერგიას, რომელიც სერიოზული პოტენციალი არის მეორე კუთხით, სერიოზულ სიღრმეებს გვთავაზობს ხოლმე. ვის როგორ შეუძლია იმის მიხედვით, ვის რა ნიშანში ყავს და როგორ სახლში და რა ასპექტებით, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მექნება ლექციაზე ინტერაქციაც, რა თქმა უნდა, ახსნის სისტემა როგორ მუშაობს, ყველაზე მთავარი რა არის ეს სექსუალური ენერგეტიკა და ამის რეალიზების ან ვერ რეალიზების შემთხვევაში რა ხდება, ეს შინაგანი სიღრმისეული ენერგიები არის, რომელიც უნდა მოხდეს სადღაც გადატრანსფორმირება, ხო?